ახლა გაჩვენებთ და მოგიყვებით იმ ფაქტებზე, რომელიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას. არა, კარუსელზე ვერაფერს გაჩვენებთ და მოგიყვებით, ამის მტკიცებულებები არ მოგვს და ამიტომ ამ თემას საერთოდ შევეშვები. ხო, ეს არ დამჭირდება. იმიტომ რომ ფაქტები და მოვლენები, რომლებზეც ვაპირებ რომ გესაუბროთ, თქვენი თვალით გაქვთ გნანახი და თქვენი ყურით გაქვთ მოსმენილი. ოღონდ აქვე შევთანხმდოთ, რომ როდესაც დანაშაულს შადი ხარ, შენ ამას პირდაპირ სახელს არ აქმევ, ამას მალავ და ერთგვარად ფუთავ. დავიწყოთ. პირველი გაყალბების მეთოდს ერქვა მიწის სისტემური რეგისტრაცია. მეგობრებო, მიწები, რომელსაც სახელმწიფო ესე გვამადლის და ციო-ციო გვირიგებს ხოლმე პერიოდულად, არ ეკუთვნის მას, არ ეკუთვნის ივანიშვილს. ის ჩვენი ხალხის საკუთრება და ეს რეფორმა ჯერ კიდე 90-იანი წლების დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ყველა ხელისუფლება ამას იყენებდა ბერკეტად და ამორჩევლის მოსასყიდად. ეს რეფორმა ქართულმა ოცნებამ 2022 წელს დააანონსა. რეალური ნაბიჯების გადადგმა 23 წელს დაიწყო, თუმცა მიწის დაკანონებების პროცესის უმეტესობა დაემთხვა 2024, ანუ საარჩევნო წელს. ანუ ივანიშვილმა მოგვისყიდა იმის დაკანონებით და გადმოცემით, რაც გვეკუთვნოდა ისედაც ჩვენ. ცალკე საკითხია, რამდენად დაცული იყო ამ დაკანონებების პერიოდში სამართლიანობა. არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენად დაახლოებული იყავი ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. გაყალბების მეორე მეთოდს კი ჰქვია ხალხის ყიდვა ბიუჯეტის ფულით. სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკა ყვავის, რომ სიღარიბე წლიდან წლამდე მცირდება. მიუხედავად ამისა, მათ 200,000-ით გაზარდეს სოციალურად დაუცველთა რიცხვი. ყველაზე კარგად ამ ხალხმა იცის, რომ ამ სტატუსსა და თანხებს ყოველთვის მოყვებოდა პირობა და ეს პირობა ხელისუფლებისადმი მათი ერთგულება იყო. გარდა ამისა, არნახულად გაიზარდა და გაიბერა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. ასევე სწორედ საჯარო დასაქმებულებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სექტორი გაჯერებულია და გავსებულია ადამიანებით, რომელიც ხელფას იღებენ არაფერში და რეალური საქმე ჩამოკიდებულია რამოდენიმე ერთეულ ადამიანებზე. მესამე მეთოდს კი ჰქვია კოლაბორაცია კრიმინალთან. ამის ყველაზე ხშირი ფაქტები რეგიონებში ხდებოდა, სადაც ხელისუფლება უბრალოდ ყიდულობდა ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებს და შემდეგ მათ უბრალოდ რაც კოორდინატორებად აქცევდა, რომელიც მერე აგროვებდნენ ხმებს თავიანთი გავლენით თუ დაშინებით. მეოთხე მეთოდს კი ჰქვია საპატრიარქო. და აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არა ეკლესია, არა რელიგია, არა მართლმადიდებლობა, არამედ ინსტიტუტი და ორგანიზაცია სახელად საპატრიარქო. ეს არის ორგანიზაცია, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შემდგომ ეგრეთ წოდებულ პალაჟენიას სრულად აკონტროლებენ დიდი ფულისა და გავლენის მქონე ადამიანები. როგორც ისეთ მთავრობამ ამ ინსტიტუტს დაფინანსება 60 მილიონამდე გაუზარდა. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თანხა ხმარდება იმ მღვდელმონაზვნებს, რომელიც რაც წირავენ, ქადაგებენ, რომლებიც რეგიონებში, პატარა სოფლებში მსახურობენ, ძალიან ცდებით. როგორც წესი, პირიქით თუ რომელიმე ეკლესიას დიდი მრევლი ყავს, მას პირიქით ევალება ოფშიაქში ფული შეტანა. ანუ ამ თანხებს სრულად განკარგავენ ამ ინსტიტუტში მსხდომი მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვს საერთო ეკლესიასთან და რელიგიასთან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. მოყვარეს პირში უძრახოთ. შესაბამისად, ეს ადამიანები, ისევე როგორც კრიმინალური ავტორიტეტები, უბრალოდ ვაჭრობენ საკუთარი გავლენით, დებენ სარფიან გარიგებას ხელისუფლებასთან და შემდეგ რადიოსავით ახმოვანებენ იმას, რასაც შუშის სასახლიდან ჩასძახებენ. და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი, ოპოზიცია. ხო, მათ რა და გაყალბებას ვერ დავაბრალებ, თუმცა მათ მშვენივრად ითამაშეს და მოიგეს ის როლი, რომელიც მათ რეჟიმმა გამოუყო. ანუ ისევე როგორც ხელისუფლებას არც მათ უსაუბრიათ ხალხთან, არ მოусმენი, არ უკითხავს რა უნდათ, რა უჭირთ, რა აინტერესებთ. მთელი მათ საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა ერთადერთ სლოგანს, რაც ხელისუფლება არის ცუდი და ევროპა არის კარგი. თითქოს ევროპის ამ სიცუდესა და სიკარგეში რაიმე მათი დამსახურება ყოფილიყოს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ოპოზიციის ნახევარს არანაკლები ბოროტება უკეთებია ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ მეტი არა. და დიახ, მეგობრებო, ჯამში ეს ყველაფერი გაყალბებაა. ჩვენ ყიდულობდნენ, გვატყუებდნენ, გვაშინებდნენ და ამ ყველაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ არ თვლიან, რომ ხალხს საერთოდ რამე უნდა ვკითხოთ, რომ ხალხმა საკუთარ ქვეყანაში რამე უნდა გადაწყვიტოს. მათთვის ჩვენ მხოლოდ საშუალება ვართ მათი მიზნებისა და ოცნებების ასასრულებლად. მაგრამ ამის შეცვლად ჩვენ შეგვიძლია და ამისათვის ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ და ერთად დაუპირისპირდეთ ყველას და ყველაფერს, ვინც ცდილობს ჩვენს ხალხის გამოყენებას. და დავიბრუნოთ ის, რაც გვეკუთვნის ჩვენ.